მე ვარ ძალიან პრეტენზიული მომხმარებელი წითელი ტუჩსაცხის. და ყოველთვის მოკლედ არ მომწონდა წითელი ტუჩსაცხები, რაც კი არსებობდა და ვიპოვე ერთი ტუჩსაცხი იტალიური წარმოების, რომელსაც გავგიჟდი, ვიყავი ვოგის გადაღებაზე 2012 წელს და იქ გამოიყენეს ეს ტუჩსაცხი. ისევე ხვეწებოდი იმ ვიზაჟისტს, რომ მაჩუკა ეთყობა, ისე შევეცოდე და ისე ვიწუწუნე, რომ მაჩუკა ეს ტუჩსაცხი და მქონდა ძალიან დიდხანს. მე უკვე ბენი რო გავიცანი, ბენმა იპოვა ეს ტუჩსაცხი და ვუკვეთავდი იტალიიდან, ძალიან პატარა კომპანია იყო. საიდანაც უკვეთავდი და პანდემიის დროს ბენს ვეუბნები, რომ ბოლო ცალი დამჩა თქო და გეხვეწები შეუკვეთე და ბენი მეუბნება, არ ვიცი როგორ გითხრაო ეს ამბავი, მაგრამ დაიხურაო კომპანია, აღარ არსებობს, აღარ აწარმოებენ და აი მახსოვს რა ესე ვიჯეკ, ისედაც ხო პანდემიისას ხო ძალიან კარგად გვაქვს ნერვები და ესე ვზივარ და მახსოვს რა აი მორჩა ჩემი წითელი ტუჩსაცხის ერა თუ რაღაც და ბოლო წვეთები მაქვს დარჩენილი. აი რო გგონია რომ არასდროს არ დამთავრდება და უკვე ბოლო რო არის და ბენი მეუბნება, ეხლა პანდემია რო არის, ყველა წარმოედგინო მთელი წარმოება მსოფლიოში რაც არის, ალბათ შეჩერებული არის და იქ ტექნოლოგიები ვინც მუშაობენო, დარწმუნებული ვარ, ეხლა უმუშევრები არიან, სახში არიანო და მოდიო მეილებს გავაგზავნიო, შევკრათო ჯგუფიო, შენ რაც გაქვს დარჩენილი არ წაისვაო, ეგო გავაგზავნოთო და ეხლა ქიმიურად ხო გახსნიანო ამასა და აი როგორ უთხარ, იცი რომ ხო, კაი. აი არც ვაპირებ რომ შევწყვიტო გამოყენება, მაგრამ ძალიან სწრაფად მოაგვარა ეს ყველაფერი და გავაგზავნეთ ეს ჩემი ტუჩსაცხი. და ძალიან მალევე მოგვივიდა პასუხი, რომ გავხსენით ფორმულა და შეგვიძლია ამის დამზადება. და მეთქი ეხლავე უთხარი, რომ 100 ცალი გაგვიკეთონ და გქონდეს და ბენმა იცი როგორ არის ეხა ეს 100 ცალი გაგვიკეთოთ არ ხდება და უნდა რაღაც რაოდენობა მინიმალური არსებობს, რაც უნდა გააკეთონ და კარგი მეთქი მაშინ გააკეთონ და ჩემ გოგოებს, ჩემ გამომწერებსაც ვურჩევ თუ რაღაცა და გავაკეთე ეს რაღაცა პირველი რაოდენობა და ეს იყო ჩემი პირადი წითელი ტუჩსაცხი, რომელიც ცოტა ვერ გავაკეთე და ამიტომ გაუზიარე სხვა გოგოებსაც და რო გავუზიარე ზუსტად 2 დღეში დაიწყო იცი როგორი რაოდენობით მესიჯები, რომ მახსოვს რომ ვიქირავე ბინა და ვიპოვე ვიღაცა გოგო, რომელიც დღემდე ჩვენი თანამშრომელია, ანი, მოგიკითხავ. აი ამ ნაქირავე ბინაში, რომელსაც ეთყობა ერთი ღამით ქირავებენ ხოლმე, სადაც კითხავს თეთრეული სუფთა გაწყო, ჩვენ თქვენ ინტერნეტი გაქვთ, 4 კომპიუტერით ვიჯექით და პასუხობდით მესიჯებს. და წამოვიდა მესიჯები ტონალური გააკეთე რა პირბადაზე რო არ გადადიოდეს, ტონალური გააკეთე რა პირბადაზე და მე უკვე ვარ ჩართული ამ 12 ტექნოლოგთან და ისინი უკვე მეუბნებიან, რომ იცით რა არის კონტრაქტი უნდა გავაფორმოთ, ანუ ერთჯერადი იყო წითელი ტუჩსაცხი, მეორე რაღაცა გაგიკეთეთ და ეხლა კონტრაქტი. და ბენი მეუბნება, ეს არის დღე, როდესაც დაარსდა ნუკი კოსმეტიქსი და ჩვენ ვთქვით, რომ მოდი ვაკეთოთ იქამდე, ვიდრე იქნება მოთხოვნა. პირველი ეტაპი იყო, რომ წითელი ტუჩსაცხი რო დავიწყოთ გაყიდვა, კურიერები არ მყავდა და მე ვარიგებდი ახალი წლის ღამეს. და მახსოვს, რომ მივდიოდი სადღაც ვარკეთილიდან, გლდანიდან, დიდუბეში, აი იმასაც ვერ საზღვრავდი რა, მოდი რა, ჯერ დიდუბეს მორჩი, მე იქ იწადი, მე არა, ესე მივდიოდი, რაც შემოდიოდა, იქ მივდიოდი და მახსოვს კამფეტებს რო ფანჯერაში მიყრიდნენ, იმიტომ რომ ხო ახალი წელია და თქვენ თვითონ მოგაქვთ და ხო არ ვიცი როგორ სხვანაირად და მთელი ახალი წლის ღამე ვარიგებდი ტუჩსაცხებს. და ახალი წლის ღამეს ეს და რაღაც გაგიმარჯვეს და მე აი დაფეთებული ვეძებ მე-13 კორპუსის მეორე სადარბაზოს და ესე უბედურად გილოცავთ ახალ წელს და ვაიმე მოაგენი წელს ვიყავი ჩასული აი ხა სულ ცოტა ხნის წინ იტალიაში წარმოებაზე და რო შევედი ვფიქრობდი რომ ღმერთო მეთქი აი ეს ამხელა რაღაცა ეხა ჩვენთვის აკეთებს რაღაცას ანუ არც კი წარმომედგინა აი არასდროს არ თქვა არასდროს და ყოველთვის ვიხსენებ იცი რა ერთ-ერთი ტელევიზიის დილის გადაცემის წამყვანი ვიყავი და რომ მივედი ყველა გოგო მიცოდა ვიზაჟის გაკეთება და მე არ ვიცოდი ისეთ ცუდად ვიკეთებდი რომ ბევრი წელი აი ესე სასაცილო ვიყავი და სულ ვიცინოდით იმაზე რომ მე ყველა ორივე ხელი მარცხენა მაქვს როგორ საერთოდ ვერ ვიკეთებ და არ მიყვარს გოგოებო ეს ვიზაჟი ერთი სული მაქვს რომ მოვიძრო და ეხლა გიჟივით ყველას უყურებ აბა რა უსვია აბა შენ რა აბა სულ მგონია რომ საქართველოში არიან ჩემი დაქალები არ ვიცი რატო გადავწყვეტე რომ 300 რაღაც 1000 ჩემი თუნდაც გამომწერი ჩემი სადაქალოა და ჩემი გოგოებისთვის ეხლა მე გავაკეთებ რაღაცას და აი ესე ვაკეთებ აი ამ მუხტით ვაკეთებ თქვენს მკითხულ მაყურებელ მსმენელს მინდა უთხრა რომ არასდროს არ თქვათ არაფერზე არასდროს იმიტომ რომ მართლა დიდას გეფიცებით მე ზოგადად არ წარმომედგინა რომ რაღაცა შევქმნიდი. მე ყოველთვის ჩემ თავს ვხედავ და ძალიან კომფორტულად ვარ კლოუნის აი მიხდი წაგიყვან წამოგიყვან რაღაცა მითხარი ტექსტი წადავიზეპირებ პაპაპაპას გავაკეთებ, მაგრამ რაღაცა მე თვითონ შევქმნა ამ ხელ პასუხისგებლობა ჩემ თავისთვის არ მიმიცი არასდროს და ახლა უცბად მსიამოვნებს და კიდე უფრო ისე ვარ რა რომ არ დავაგდოთ გოგოებო რაღაცა ხარისხი ავწიოთ. ამიტომ არასდროს არ თქვათ არასდროს, იმიტომ რომ შეიძლება ხვალ ყველაფერი თავდაყირად ატრიალდეს.
ბენიც ჩვეულებრივი ქართველია, იცი როგორი ქართველია, ვერ წარმოიდგენ. აი, თელი, ეხა სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი არ ვიგონებ. ღმერთს გეფიცებთ, ბენი დადის ჯუდოზე. იმიტომ რომ გუშინ ჩვენ ავიღეთ ოქროს მედალი ოლიმპიადაზე და ბენმა დღეს ჩამიგდო რომ ჩავეწერეო. აი ესე რაღაც არ ვიცი რა შუაში ანუ რას ვიზამთ ჩვენ ის არის 46 წლის. რამეს განა იზამს, მაგრამ აი რახან საქართველოში პოპულარული სპორტია, რაღაცა ბენმაც დაიწყო ჯუდოზე სიარული. მე ძალიან ბევრი კომპლექსი მაქვს. კომპლექსი ხო შეიძლება არ ნიშნავს მაინდა-მაინც რაღაცა ვიზუალთან დაკავშირებულ კომპლექსს. ეს კიდე ძალიან ის არის რა, ეგ სულელური კომპლექსები. მაქვს რაღაცა შინაგანი კომპლექსი, აი ნეტა ეს მექნა, ნეტა ის მექნა, იმან ჩემზე მეტი იქნა, იმან ჩემზე მეტი იცის, აი შეიძლება რაღაცა საუბარში რაღაცა გაჟღერდეს და არ ვიცი და ეს მაკომპლექსებს, რომ როგორ თუ ამან იცის და მე არ ვიცი? არ ვიცი, ჰოლივუდში ოსკარს ავიღებ ერთ დღეს. თუ არა და ეს ვიდეო უბრალოდ გაბაზრდება ეგრე, რა საწყალი მე რა იყო ოსკარი. აი მე საწყალი. ოღონდ ესე ხო მინდა ოსკარი და არც ერთ ფილმში ნათამაშები არა, მაგრამ მიახლებითაც არ მასულინებენ, აი ბუჩქის სათამაშოთაც, მაგრამ მე რა. არა. დაივიწყეთ. ჯანმრთელობა მინდა, მეტერფერნა. მე ვიყო ჯანმრთელი, ჩემს გარშემო იყვნენ ჯანმრთელები და რაღაცას მოვახერხებთ რა.